მე ვარ ვახოხუჩია, გადაცემა C-სტუდიას წამყვანი. ეს C-სტუდიაში ნახავთ. ის მთავარი კულტურული სიახლეა. პრობლემა, რომელზეც ახლა მინდა ვისაუბრო, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს აწუხებს, გულისხმობ ქრონიკულ თავისტკივილებს. ბუნებრივია ყველას თავისი ახსნა აქვს და თავისი მიზეზები და მეც მათ შორის თუ რატომ მაწუხებს თავი ესე ხშირად. წლების წინ დაიწყო და პირველი რაც მახსენდება, უკავშირდება უშუალოდ ჩემს სამუშაოს და სამუშაო გრაფიკს. წლების მანძილზე ვმუშაობდი ერთ-ერთ რადიოში, დილის გადაცემის წამყვანად. ალბათ კოლეგები დამეთანხმებიან და იციან, რომ ჟურნალისტის და წამყვანის საქმე განსაკუთრებულად მძიმეა, განსაკუთრებით თუ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობ და ბევრ სტრესთან და დაძაბულობასთან არის დაკავშირებული, მაგრამ გარდა ამისა, დილის გადაცემის წამყვანებას ის მინუსი აქვს, რომ ძალიან ცოტა გძინავს, ანუ ქრონიკულ გამოუძინებლობასთან გაქვს საქმე. ამიტომ ერთ-ერთ მიზეზად ყოველ შემთხვევაში მე მგონია, რომ ამ თავისტკივილების გამომწვევი იყო სწორედ ეს. შემდეგ ისე მოხდა, რომ მუშაობა დავიწყე ტელევიზიაში და გამოცდილება საერთოდ არ მქონია კამერებთან მუშაობით, აბსოლუტურად სხვა სპეციფიკასთან მომიხდა შეჯახება, ასე ვთქვათ და ესეც გარკვეულწილად ნერვიულობას უკავშირდებოდა. მოგესალმებით, მეგობრებო, ეთერშია C-სტუდია, მე ვარ ვახოხუჩია, და ამ ნერვიულობამაც, ასე ვთქვათ, გაახანგრძლივა და გააგრძელა ის ხაზი, რაც რადიოში იყო დაწყებული თავისტკივილის. მესამე და უნიშნელოვანესი მიზეზი, რაც მგონია იწვევს თავისტკივილს, ყოველ შემთხვევაში, ჩემ შემთხვევაში, ეს არის თამბაქოს მომხმარებელი გახლდით. სულ ახლა ხანს დავანებე თავი, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, უკვე მესამე კვირაა და ამ სამ კვირაში უკვე საკმაოდ დიდი შედეგებია. ძალიან ბევრს აქვს არანორმირებული სამუშაო საათები და ბევრი სამსახურის ფორმატი, ასე ვთქვათ, ითვალისწინებს სულ ოფისში ჯდომას, შესაბამისად გასეირნების და სუფთა ჰაერზე გასვლის საშუალებაც არ აქვს. შემ შემთხვევაშიც ეს იყო და ეს მგონია კიდევ ერთ-ერთ მიზეზად, მაგრამ აქ მივდივარ მთავარ პრობლემასთან, გლობალურ პრობლემასთან, რაც თბილისში დგას ჰაერის დაბინძურების კუთხით, რომც გახვიდე და გაისეირნო, კარგი არაფერი დახვდება ყოველ შემთხვევაში თბილისის ქუჩებში. თავისტკივილთან გამკლავების მეთოდები მაქვს კლასიკური აბებს ვიყენებ მეტწილად, სხვა მეთოდები აქვს თქვათ არჭრის. გარდა იმისა, რომ ხასიათზე აისახება თავისტკივილი, აისახება შესაბამისად თქვათ საქმის ხარისხზე, რასაც აკეთებ, იმიტომ რომ გულს ვერ უდებ, არ გამოგდის მოკლედ, ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც რაღაცა დედლაინი გაქვს და უნდა მოასწრო და ამ დროს თავი გტკივა და იბრძვი და არც ის საქმე გამოგდის კარგად, თავი გტკივა, ასე შემდეგ და არ გამოდის. მოკლედ ძალიან დიდი დისკომფორტია ამ მხრივ. ბევრი მადლები და რჩევას მისულიყავი ექიმთან და გამეგო თუ რაშია საქმე, რა ხდებოდა აქ ყოველ შემთხვევაში, მაგრამ როგორც გითხარით, მაინც აბებით შემოვიფარგლებოდი, ალბათ ეს შეცდომა და რაღაც ეტაპზე აუცილებლად უნდა მიაკითხო სპეციალისტს და დაინტერესდი ამ საკითხით და ყველას ამას ურჩევდი ალბათ და მთავარი რჩევა ეს იქნება, რომ თამბაქოს იქნებ დავანებოთ თავი რამენაირად თუ ძალიან რთული არ იქნება.